საჯარო გაშლა სახელწოდებით როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა უახლოეს პერიოდში. დიდი ხანი არის არსებული თემასთან დაკავშირებით საჯარო გაშლა არ გაგვიკეთებია, შესაბამისად ვნახოთ არსებული ინფორმაციები, როგორი იქნება თქვენთვის, რა არის საჭირო რომ იცოდეთ. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ, ასევე ჩემი არხის გამოწერა. პირადისთვის მიკავშირდებით რა თქმა უნდა Facebook-ის გვერდზე. მოდით ვნახოთ კონკრეტულად, როგორ იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა უახლოეს პერიოდში. პირველი ვარიანტის წარმომადგენლები, მეორე ვარიანტი, რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. სამი ვარიანტი, სამი სიტუაცია, აიჩეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ თქვენთვის სასურველ ადამიანის საკითხთან დაკავშირებითაც, ხო? ვინც ინფორმაციაც გაინტერესებთ. დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის უახლოეს პერიოდში იქნება გარკვეული სახის, ასე ვიტყოდი, ფინანსური ვალდებულებებთან გამკლავების პერიოდი. ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც გასაგიჟებელი ფინანსური მატება გექნება სიტუაცია, მაგრამ ეს არის პერიოდი, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით ერთგვარად ჩახურვა მოხდება ისეთი ვალდებულებებისა, როგორც შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ვალი, რაიმე სახის ვალდებულება გადასახადის თვალსაზრისით. ანუ უახლოეს პერიოდში თქვენთვის იქნება განულების პოზიცია ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ამოსუნთქვის მდგომარეობის სიტუაცია, ხო? ძალიან ცოტა დრო გადარჩა, აი ახლა გაჩვენებთ, შეხედეთ როგორ არის ნაჩვენები, ძალიან ცოტა დრო გადარჩა, რომ გქონდეთ ეს გარკვეული სახის დაულაგებლობები. სრულად მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ზუსტად კონკრეტულად შენთვის იქნება პერიოდები გახსნილი, როდესაც უკვე ახალი ფურცლიდან დაიწყებს სრული სიტყვით მნიშვნელობით მოქმედებას და აქტივობას. უახლოეს პერიოდში ძირითადად მიჩვენებს, რომ პრობლემური თემების გადალახვა გექნება მატერიალურ საკითხებში და შემდეგ მოდი დავამატოთ დამატებით კარტი პირველ ვარიანტთან დაკავშირებით. და შემდეგ რა თქმა უნდა ამოდის სიძლიერის პოზიცია. იქნები იმდენად გაძლიერებული და იმდენად მყარად ფინანსურ ასპექტში, შეიძლება შენ თვითონვე გაგიკვირდეს. ასე რომ საკმაოდ კარგი სიტუაციები გელოდება პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს. გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არა მარტო ფინანსურ საკითხებში, არამედ ზოგადად საყოფაცხოვრებო სიტუაციებში და საყოფაცხოვრებო მდგომარეობაში პირდაპირ მნიშვნელობით გამართლების პოზიცია ამოდის. გარკვეული კატეგორიისთვის შესაძლებელი არის გადათამაშდეს, რომ მიიღოთ გარკვეული სახის ისეთი საჩუქრები, რომლებიც თქვენთვის საკმაოდ გამოსადეგარი იქნება, საკმაოდ ხელსაყრელი იქნება, ესე ვიტყოდი, ხო, ეს როგორც პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება იყოს ოქრო, ძირფასეულობა, რაიმე ისეთი საჩუქარი, რაც დაგეხმარებათ სიტუაციების მოგვარება. შეიძლება ფულადი დახმარების მომენტიც იყოს. გარკვეული კატეგორიისთვის შესაძლებელი არის გადათამაშდეს, რომ თქვენი მეორე ნახევრისგან, ანუ უშუალოდ ნათესავისგან ისეთი დახმარება მიიღოთ, რაც მატერიალურ საკითხებში ფეხზე დაგაყენებთ და გვერდში თანადგომა გექნებათ, ესე ვიტყოდი, ხო? ასევე უახლოეს პერიოდში შესაძლებელი არის გაიგოთ ახლობელი ადამიანის კონკრეტულად დაოჯახება ან გაბედნიერების სიტუაცია, რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლის თემა. მთლიანობაში შენთვის საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება მატერიალური თვალსაზრისით და მოდი აქაც დავამატოთ არსებული კარტი. უბრალოდ გჭირდება მეტი მოთმინება, მეტი მადლიერების გამოვლინება იმის მიმართ, რაც გაგაჩნია, იმის მიმართ, რა სიტუაციებიც გაქვს, რომ მოგეცეს უფრო მეტად მეტი. უფრო მეტი თვითრწმენა გჭირდება საკუთარი თავისაც და მეტი მადლიერების გამოვლინება, ესე ვიტყოდი. გადავიდეთ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე ახლა თქვენი ვყოფებით პოზიციაში, როგორც ბავშვის მდგომარეობა, ხო, იდეაში რაღაც მომენტში შეიძლება იყოს ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ ბოლომდე არ იყოს ეს საკმარისი იმისთვის, რაც გჭირდება. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გექნება გარკვეული სახის შემოთავაზებები, სადაც შესაძლებელი არის იყოს ფინანსური სარგებელის მოტანა, ხო, ესე ვიტყოდი. რამოდენიმე შემოთავაზება შესაძლებელი არის ერთად მოვიდეს. უბრალოდ ეცადეთ, რომ უფრო მეტად გააზრებულად იმოქმედოთ, რომ გარკვეული სახის შემოთავაზებელი, რომელიც შეიძლება მაცდური იყოს, არ მოხდეს თქვენი მოტყუების პოზიცია. ანუ შესაძლებელი არის იყოს თქვენ დამოკიდებულება, რომ აი ახლა მე ამას რაღაც სიტუაციაში მოვატყუებ, შესაბამისად დამთანხმება და ანუ ის უფრო მეტ სარგებელს მიიღებს თქვენგან, ვიდრე შეიძლება რომ თქვენ მიიღოთ. მოდი აქ უფრო მეტად დავაზუსტებ კონკრეტულად, როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა უახლოეს პერიოდში, უფრო ზუსტად. იქნება გარკვეული სახის გამოცდები, ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც მარტივი იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო შედეგი ამ ყველაფრის
საბოლოოდ მაინც იქნება სიტუაციურად შედარებით უკეთესი ფონი. ანუ მესამე ვარიანტს გექნებათ წინ გადასალახი გარკვეული სახის სირთულეები, როდესაც გჭირდება უფრო მეტად გამოიჩინო ნებისყოფა და სიძლიერის პოზიცია. იცი როგორ შთაბეჭდილება მარჩება შენთვის გასავლელი გაკვეთილები, რაც უნდა ყოფილიყო მატერიალურ საკითხებში ასათვისებელი, ჯერ ისევ არ აითვისე. უფრო მეტად გჭირდება, რომ სიტუაციურად გააზრებულობა მოახდინოს, სად უშვებ შეცდომებს ხვდები, განსაკუთრებით ეს შესაძლებელი არის იყოს ადამიანებთან ურთიერთობაში, ისეთ ადამიანებს შეიძლება ეხმარებოდე, რომლებიც არ იმსახურებენ. ხო, არ იმსახურებენ, მე გულისხმობ აი ადამიანების ესეთი კატეგორია, რომელიც შენდობას ცუდად იყენებს სიტუაციურად, ისეთ რაღაცა ქმედებები შეიძლება ხასიათდეს, რაც უკვე გამოცდილი გაქვს, იცი რომ ამ სიტუაციაში ეს კონკრეტული სწორი არ არის, მაგრამ შენ მაინც ეხმარებოდე ფინანსურად, სიტუაციურად, ანუ ის გაკვეთილები, რაც უნდა აგეთვისებინა მესამე ვარიანტზე, ვერ აითვისე, შესაბამისად მოდის ისევ გამოცდის სახით არსებული სიტუაციები. იმ მომენტში შეიძლება უკეთესი მდგომარეობა შენ ცხოვრებაში, როდესაც ამ გაკვეთილებს გაივლი. პირადი კონსულტაციებისთვის უფრო ვრცლად ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ან სხვა თემასთან შეგიძლიათ მომართოთ პირადში.